ამერიკულ დელეგაციას ეკონომიკის სამინისტროშიც უმასპინძლეს ეკონომიკის მინისტერმა გევორგ პაპოიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პერსპექტივები განიხილა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება არაერთ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა და სურსათის უვნებლობა, ენერგეტიკა, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ციფრული ეკონომიკა, ასევე ტურიზმი. ტრამპის გზასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გევორგ პაპოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დიდად არის დაინტერესებული ტრამპის გზის და ამ პროექტის განვითარება საჯარო კერძო პარტნიორობის ფორმატით, კერძო ინვესტიციების მოზიდვით შესთავაზა. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს პროექტ მშვიდობის გზა ჯვარედინის შესახებაც. ამ კონტექსტში გევორგ პაპოიანმა აღნიშნა, რომ მშვიდობის გზა ჯვარედინი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დაძაბულობის შემცირებას. მინისტერმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამერიკულ გამოცდილებასა და მხარდაჭერას ინფრასტრუქტურების და სასაზღვრო უსაფრთხოების მოდერნიზების საქმეში.